მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო მისი ხმა. პროექტს მისი ხმა ახორციელებს ჩოხატაურის რასო განათლების ცენტრი, DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ საქმიანობაში, ასევე გენდერული თანასწორობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი მარინე ბერაძე, ჩოხატაურის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. მასთან ერთად ვისაუბრებთ საბჭოს საქმიანობის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინე, რომ დაგვიწმეთ დრო და გვეწვიოთ სტუდიაში. გესალმები მარიამ, მიესალმები ჩვენს მსმენელებს. გიგებთ ძალიან დიდი მადლობა საინტერესებისთვის, შემოთავაზებისთვის და იმედია საინტერესო ინტერვიუ გამოგვიყვება. დიდი მადლობა თქვენ მოგზაურობისთვის, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო დიალოგი გვექნება. მოდით დავიწყოთ მაშინ გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ისტორიით, როდის დაარსდა საბჭო და თქვენ რომელი წლიდან ხართ მისი თავმჯდომარე? კი ბატონო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა 2018 წელს და მე მას ხელმძღვანელობ 2023 წლიდან, მაგრამ ხელმძღვანელობამდე ვიყავი საბჭოს წევრი, მდივანი, მოადგილე და დღეს უკვე წარმოდგენილი ვარ როგორც საბჭოს თავმჯდომარე. საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გენდერული თანასწორობის საბჭო ყავს. შედგება სულ 20 წევრისგან. აქედან ნაწილი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და ასევე არის მოწვეული წევრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სხვა მიმართულებით მომუშავე, მათ შორის ქალების პრობლემებზე მომუშავე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე, ასევე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი და ვფიქრობ, რომ ჩვენი საბჭო საკმაოდ საინტერესოა და საინტერესოდ მუშაობს უფრო დეტალებს შემდეგ გეტყვით. დიახ, მადლობა, მოხარული ვარ, რომ ასეთი მრავალფეროვანი შემადგენლობა აქვს საბჭოს. ვისაუბროთ ახლა უკვე გენდერული თანასწორობის საბჭოს მნიშვნელობასა და როლზე, განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და ასევე შევეხოთ მის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებსაც. დიახ, გენდერული თანასწორობის საბჭო კონკრეტულად მას რაც შეეხება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ სათათბირო ორგანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს გენდერული თანასწორობის საბჭო. შეეხება იმას, რომ თვითმმართველობის სისტემაში დანერგილი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს უშუალოდ მოქალაქეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, მათ შორის გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგს უწყობს ხელს, ასევე ყველაზე ახლოს მდგომია თვითმმართველობა მოსახლეობასთან, ხალხთან, ყველაზე მეტად უფრო იცის თვითმმართველობა მოსახლეობის პრობლემების გამოწვევების შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩვენი მუშაობა და აქტიურობა მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება მიმართულებებს და პრიორიტეტს, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და მიმართულება აქვს გენდერული თანასწორობის საბჭოს. პირველ რიგში რაც არის, ეს არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების განვითარება, ასევე მუნიციპალიტეტში გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და ზოგადად ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე მგონი თქვენი გადაცემაც ემსახურება, თქვენი პროექტიც გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. რამდენიმე კონკრეტული ამოცანა აქვს დასახული გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელსაც ახორციელებს და ეს არის, როგორც გითხარით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება, გენდერული სტატისტიკის დანერგვა მუნიციპალიტეტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლების წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა საჭიროებების და პრიორიტეტების კვლევა, თანამშრომლობა ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან, გენდერულად ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით სხვა პროექტების შემუშავება და არა მარტო მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა, პრევენციის ღონისძიებები, მათ შორის გენდერული ძალადობის კვირეულში საკმაოდ აქტიური მონაწილეობა, ქალთა უფლებების და
გენდერული თანასწორობის საკითხებზე, სხვადასხვა თემში შეხვედრების ტრენინგების ჩატარება, როგორც არის სასკოლო თემი, სკოლამდელი აღზრდა, სოფლად მცხოვრები ქალები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პრიორიტეტია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუშაობა და უფრო დეტალურად ჩავშლი ინტერვიუს. ნამდვილად ჩვენი ინტერვიუს შემდგომი შეკითხვები გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ნათლადაც დავინახოთ საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობა და უშუალო მაგალითებიც. მოდით ახლა შევეხოთ და განვიხილოთ საბჭოს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტიც. დიახ, გეტყვით, რომ საბჭოს 2000 როგორც გითხარით 2018 წლიდან ფუნქციონირებს და თავიდანვე საბჭოს შემუშავებული ქონდა გეგმა. ძირითად შემთხვევაში შემუშავებული გვაქვს 2 ან 3 წლიანი გეგმა. ამ ბოლო გეგმა ჩვენი არის 2024-2025 წლის სამუშაო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, რა თქმა უნდა, მიზნები, ამოცანები, აქტივობები, შესაბამისი ინდიკატორები და გარდა ამისა გაწერილი არის დეტალური ბიუჯეტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც რაღაცა ქმედით ღონისძიებების განხორციელება შეუძლებელია, ეს არის სწორედ ბიუჯეტი და ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. პირველი ბიუჯეტი, რომელთაც დაიწყო საბჭო მუშაობა, ეს იყო 5000 ლარი და დღეს უკვე საბჭოს ბიუჯეტი ძალადობის მსხვერპელთა რეაბილიტაციის პროგრამის გამოკლებით შეადგენს 40000 ლარს, რაც არც ისე პატარა თანხაა. როცა შედარებას ვაკეთებთ და ვეცნობით რა უშუალოდ სხვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს ამ მიმართულებით და ამისთვის მადლიერება მინდა გამოვხატო. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ზოგადად გენდერული თანასწორობის საბჭოს, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებისგან და კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა და მადლობა, რომ არ იყოს ეს მხარდაჭერა, ბიუჯეტი ამხელა ნამდვილად ვერ იქნებოდა. ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია. ქალბატონო მარინე, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებთ საბჭოს ინიციატივით და მოდით მოგვიყევით ამ პროექტების შესახებაც და ასევე მიმდინარე პროექტებსაც. კი ბატონო, რაც შეეხება პროექტებს, მოდი თავიდან დავიწყებ და ვიტყვი იმას, რომ თავიდან ჩვენ როცა პირველი სამოქმედო გეგმა გავაკეთეთ, მარტივი არ იყო გაგვეკეთებინა არჩევანი, ანუ მიმართულება და პრიორიტეტი რა ყოფილიყო, რომელი მიმართულება აგვერჩია და კონკრეტულად რომელი რა ტიპის პროგრამები შეგვემუშავებინა. ზუსტად ვიცოდით, რომ ეს პროგრამები ქალთა გაძლიერების უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტს არ ქონდა ფუფუნება და ჩვენთან არ მუშაობდნენ ისეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც კვლევას ჩაატარებდნენ და რაღაც ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, ჩვენ ჩვენი საკუთარი რესურსით ვერ ვახერხებდით კვლევების ჩატარებას, მაგრამ რაღაცა მოვიდა ეს დროც 2021-22 წლები თუ არ მეშლება, რომ ჩვენ მითანამშრომლეთ, ჩვენი პარტნიორი იყო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი NDI და მათ გადაგვიმზადეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი იყო ეს და შევთავაზეთ და ძალიან დახმარება გაგვიწიეს მათ, გადაგვიმზადეს მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი მოდერატორად, რომლებსაც შეიძლებოდათ კვლევების ჩატარება კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფოკუს ჯგუფების და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რა კუთხით, რომ ყველანაირი რესურსი იზოგებოდა, ანუ ჩვენ მხოლოდ ვიყენებდით, შეგვეძლო გამოგვეყენებინა მხოლოდ ადამიანური რესურსი და რაღაცა განსაკუთრებულ ფინანსებს არ მოითხოვდა მუნიციპალიტეტიდან. როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ ისეთი პროექტები, ისეთი პროგრამების დანერგვა, რომლებიც საჭიროებების კვლევაზე იყო დაფუძნებული. რამდენიმე პროექტი გვაქვს მნიშვნელოვანი განხორციელებული, ნებავთ ახლა მოგახსენებთ თუ კი, ვისაუბროთ. ანუ შეგვიძლია ვისაუბროთ, კი ბატონო, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ერთ-ერთი დღეს მოქმედ პროექტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც კვლევაზე არის კონკრეტულად დაფუძნებული. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა და შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ რაღაცა სპეციფიურად ესე რატომ გამოყავით, ძირითადად პროგრამები მიმართულია ხოლმე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და მათ ინტეგრაციაზე საზოგადოებაში და ასე შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში
ჩვენ წინასწარ ჯერ ჩავატარეთ მოკვლევა, გამოკითხვა, ასე ვთქვათ, სანამ ფოკუს ჯგუფების კვლევას დავიწყებდით და ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, იყო ის, რომ რაღაცა პროგრამა არ მოქმედებდა და არ ჰქონდათ რაღაცა განსაკუთრებული ხელშეწყობა და რაღაცა მათი გაძლიერების კუთხით. ამ პროგრამა არ არსებობდა და ესენი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედები. და განსაკუთრებით ეს დედები წარმოადგენენ იმ კატეგორიას, რომელთა შვილები ძირითად შემთხვევაში ან საწოლს არიან მიჯაჭვული, ან ეტილს არიან მიჯაჭვული და მიუხედავად მათი უნარებისა და განათლებისა და ასე შემდეგ, ფიზიკურად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ ოჯახებიდან, დასაქმდნენ და იმუშაონ. და როგორც ვიცით, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ყველგან მთელ საქართველოში ასეა, რომ ძირითად შემთხვევებში დედებს აქვთ ხოლმე აღებული შვილებზე პასუხისმგებლობა და ეს ახალი ამბავი არ არის და სტატისტიკურადაც დამტკიცებული არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებთან მიმართებაში, ზოგადად საოჯახო მზრუნველობის დროს ძალიან დიდია დედის როლი და ამ როლს დედები მარტო ესეთი რაღაცა სტერეოტიპების გავლენით ან ვიღაცების გავლენით კი არ აკეთებენ, მეც დედა ვარ და ვამბობ ამიტომ ამას, რომ ჩვენ მივიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ ვართ ძირითადად მზრუნველები, პროცენტული მაჩვენებლებით სტატისტიკურსაც მოვიშველიებ შვილებზე და ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ასე ბრწყალებში ვიტყვი, რომ დაჩაგრულები აღმოჩნდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედები და ამ კვლევებიდან საკმაოდ საინტერესო თემა მოვიდა, პრიორიტეტი ეს იყო მათი ეკონომიკური გაძლიერება. წარმოიდგინეთ, ისინი ფიქრობენ, რომ სახლში არიან, შვილებთან არიან, უვლიან ოჯახებს, უვლიან შვილებს, ქმრებს და ასე შემდეგ და მათ უნდათ განვითარება, რომ რაღაცა შექმნან ღირებული, რომ აი შემოსავალი მიიღონ, იშრომონ და სახლში საოჯახო ზრუნვასთან ერთად შემოსავლიანი საქმე აკეთონ რამე და რა თქმა უნდა ძირითად შემთხვევაში მცირე მეწარმეობას ეხება ხოლმე ეს და მათი სურვილი იყო და კვლევის შედეგადაც ამოვიდა ის, რომ რაღაცა დაფინანსება თუნდაც მიზერული გაეკეთებინა მუნიციპალიტეტის პროგრამა, რომ მათი საქმიანობის დასაწყისისთვის, აი ძირითადად იყო კატეგორია დედები, რომლებიც სახლში არიან და რაღაცა შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან, აკეთებენ რაღაცა ხელნაკეთ ნივთებს, ამზადებენ რაღაცა სხვადასხვა საჭიროების ნივთებს, შინამეურნეობას აწარმოებენ და მნიშვნელოვანია ის, რომ შინამეურნეობის შემოსავლიან საქმედ გადაქცევის სურვილი აქვთ და დავაფინანსეთ მაგალითად წინა წელს დაფინანსებული პროექტებიდან იყო დედა, რომელმაც სანერგე მოაწყო სახლში, იყო დედა, რომელმაც ვარდების ნერგები გაამრავლა და ამის რეალიზაცია დაიწყო, ესე ვთქვათ, და სხვა მიმართულებით იყო, ძალიან მრავალფეროვანი იყო, რაღაცა კონკრეტულს ვერ გამოვყავ და აქედან გამომდინარე მეორე წელია ეს პროგრამა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ვთვლი, რომ წარმატებულია, მომავალ წელს ალბათ გაგრძელდება და მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს, იყოს მდგრადი და ჯერჯერობით ამისი ყველა მონაცემი გვაქვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ზოგადად ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა, რომელიც უკვე მეორე წელია კონკურსის სახით დავგეგმეთ და ვახორციელებთ უпростоრად. ეხლა მიმდინარეა ჩვენთან ეს კონკურსი. შაშან კონკურსის ბიუჯეტი 5,000 ლარს შეადგენდა და იმდენი აქტიური და ოჩახი ქალი, მათ შორის ახალგაზრდაც, საშუალო ასაკისაც მოვიდა და წარმოადგინა საინტერესო პროექტი. 5,000 ლარით სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გამარჯვებული პროექტი გამოვავლინეთ. შესაბამისად 2024 წლის ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, აქაც უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა დაფინანსების გაზრდაში 20,000 გახდა უკვე ჩვენი საკონკურსო ბიუჯეტი და წელს მინიმუმ შეგვიძლია 5 მეწარმე ქალი დავაფინანსოთ. ამ მეწარმეებში ძირითადად მომართვიანობით, ახლა სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, არიან ძირითადად დამწყები მეწარმეები და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. გარდა ამისა, პროგრამები, რომლებიც მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ წარედგინა მუნიციპალიტეტის მერიას, კვლევების გარდა არის რეკომენდაციის სახით წარდგენილი საბიუჯეტო ინიციატივები და მინდა კიდევ ერთხელ
თქვა, რომ ყველა საბიუჯეტო ინიციატივა, რომელიც წარდგენილი იქნა გენდერული საბჭოდან მუნიციპალიტეტის მერიაში გასახულიყო ბიუჯეტი, არ ვიცი, ჯერ უარი არ მიგვიღია და იმედია ასე გაგრძელდება და ძალიან კარგი პრაქტიკა არის და აი კონკრეტულად ჩვენი რეკომენდაციები და საბიუჯეტო ინიციატივები აი ინსტიტუციურ გაძლიერებაზე რო ვისაუბრე წეღან ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ თუ მექანიზმი თვითონ არ გაქვს ინსტიტუციურად ძლიერი, შეუძლებელია შენ თვითონ მე შეძლო სხვას დაეხმარო და ისე დაეხმარო, რომ შედეგი მიიღო, ამიტომაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სულ 2 მუნიციპალიტეტს აქვს ეს გაკეთებული და ერთ-ერთი აქედან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია, გენდერული თანასწორობის საბჭოს ბიუჯეტს 2024 წლის ბიუჯეტში მინიჭებული აქვს ცალკე პროგრამული კოდი. ჩვენ ამ მიმართულებით მაგალითად როგორც კარგი პრაქტიკის გამზიარებელი მუნიციპალიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო წინა წელს 2 კონკრეტულ ღონისძიებაზე ვიყავით მიწვეული და სხვა მუნიციპალიტეტებს გავაცანით როგორც კარგი პრაქტიკის მაგალითი. ერთი იყო ამ მიმართულებით, რომ ბიუჯეტში პროგრამული კოდი მიენიჭა ცალკე გენდერული თანასწორობის საბჭოს და თავისი ბიუჯეტი აქვს, თავისი შესყიდვების გეგმა აქვს და რა თქმა უნდა სამოქმედო გეგმა აქვს. და მეორე, როგორც კარგი პრაქტიკის გაზიარების კუთხით მიწვეული ვიყავით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის მიმართულებით და კონკრეტულად ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა-დედების გაძლიერების კუთხით, რომელიც მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს აქვს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიღრმისეული და გულისხმიერი ანალიზისთვის, განსაკუთრებით კი ქალების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე ერთი რაღაცა მინდა დავამატო კიდე, რომ თქვენც შეამჩნიეთ ალბათ საუბრის დროს თქვი, რომ ძირითადი რაღაც აქცენტი გვაქვს გაკეთებული ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ამას თავისი გამოწვევი მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. ეს გამოწვევა მარტო ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არის და ეს სახელმწიფოსთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებითაც სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დაამტკიცა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით, საქართველოს მოსახლეობის 52%-ს ქალები შეადგენენ და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ეკონომიკური შესაძლებლობის უფრო ეფექტიანად გამოყენების და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. საქართველოს ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა და ეს წარმატება აღიარებულია კიდეც, ამიტომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას და სახელმწიფო პროგრამები და პროექტები არის, სადაც არის გათვალისწინებული ქალებისთვის განსაკუთრებული მოდი შეღავათები დავარქვათ, კონკრეტულად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით სახელმწიფოს მიერ ეგრეთ წოდებული სასათბურე პროგრამა, რომელშიც 20-ზე მეტი ქალი არის ჩართული. ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, როგორც მაქვს ინფორმაცია და ეს იყო კონკრეტულად ქალებისთვის და ამ შემთხვევაში იყო კონკრეტულად ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც იყო სამიზნე, იყო ჩოხატაური და მინდა ვთქვა ის, რომ აი თანხwebdriver არის და ჩვენც ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკას შეუსაბამოთ ჩვენი პროექტები და ძირითადი პრიორიტეტები და ვფიქრობ, რომ ესეც მნიშვნელოვანია, რაღაცა როცა არ ვართ აცდენილები და მიუყვებით იმ ძირითად კონცეფციას და იმ ძირითად მიმართულებას, რაც დადასტურებულია კვლევებით, რა პრიორიტეტსაც ირჩევს სახელმწიფო და შემდეგ უკვე ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს უკვე ადგილობრივად ადგილზე, რომ ჩვენც შევქმნათ დამხმარე პროგრამებს დავარქმევდი მე იმ პროგრამებს, რასაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციის გაზიარებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო იქნება ჩვენი მსმენელისთვისაც ამ ყველაფრის ცოდნა და ასევე აღნიშნავდი, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე ადგილობრივ დონეზე იყოს თანმიმდევრული და თანხwebdriver პოლიტიკა და ერთმანეთს უწყობდეს ეს ყველაფერი ხელს და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ მქონდეს ეფექტური და პროდუქტიული შედეგები. მოდით ახლა გადავიდეთ ასევე ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფზე, ეს არის სტატუსის მქონე მარტოხელა დედები. რას აკეთებს გენდერული თანასწორობის საბჭო მათთვის? შეეხება სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლებს, ახლა ესე გავაკეთებდი. მე მგონი დედები მკითხე, ხო? კითხვაში ნახეთ.
გენდერული თანასწორობის საბჭოს, თვითონ გენდერული თანასწორობა არ მინდა ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი პრინციპში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისთვისაც ჩვენ ხვდებით, ჩვენ საუბრობთ დღეს არის ცნობიერების ამაღლება და მინდა ვთქვა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ქალებისთვის მუშაობს, მხოლოდ ქალთა გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა განვარტო სხვა შეხვედრების დროს ისმევა ხოლმე კითხვები. აი რატომ ქალების, რატომ მაინც და მაინც ქალების ეკონომიკური გაძლიერება დაადავაშავეთ კაცებმა ისმის ზოგჯერ ცოტა იუმორით, მაგრამ ფიქრობ ამაში სიმართლის მორცოლიც არის სვავენამ შეკითხვას, რომ რატომ მხოლოდ და მხოლოდ ქალების გაძლიერებას, რადგან ჩვენ გვაქვს ზუსტად სტატისტიკური მონაცემები და ეს მარტო საქართველოში არსებული მდგომარეობა არ არის, რომ ქალებს ჭირდებათ გაძლიერება, ქალებს აქვთ ბევრი ბარიერი, ძალიან ბევრი ხელშემშლელი დაწყებული ოჯახიდან და გაგრძელებული საზოგადოებიდან რაღაც მოქცეული არიან სტერეოტიპულ ჩარჩოებში და ბევრი ბარიერია მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეში ვართ ახლა ჩვენ და რაღაც ციფრულ ტექნოლოგიებზე და ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს პრობლემა მაინც არის და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს მაინც რჩება მსოფლიო პრობლემად. მეტნაკლებად არის, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში აქ მნიშვნელობა აქვს განვითარებულია ქვეყანა, განვითარებადია თუ დემოკრატიულია თუ არადემოკრატიული და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვუგდებთ ტოლს განვითარებულ ქვეყნებს და ვცდილობთ, რომ ჩვენი მაჩვენებელი ამ მიმართულებით საქართველოს და ჩვენც ერთი ჭანჭიკი ვართ მუნიციპალიტეტი და არ ვფიქრობ ისე, რომ მე რა უნდა შევცვალო, ჩოხატაურმა რა უნდა შევცვალოს და ასე შემდეგ. ანუ თუ ყველა ერთად გავაკეთებთ ამ საქმეს, ვფიქრობ, რომ დიდი საქმე გამოვა ბოლოს გაკეთებული და წეგან ახსენებდი, რომ კაცები ზოგჯერ პრეტენზიებს გამოთქვამენ პრეტენზიებს და ხშირად შეიძლება რაღაცა სამართლიანიც იყოს. თავარია ჩვენ ვუხსნით რატომ არის ქალთა გაძლიერების მიმართულებით ამდენი პროგრამა, მაგრამ აი კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენ რეკომენდაციის სახით იყო, რომ მარტო ხელა დედებისთვის იმჟელა გენდერული თანასწორობის საბჭომ ამ ინიციატივაზე და გადავწყვიტეთ, რომ მარტო ხელა სტატუსის მქონე არ შეიძლება იყოს მარტო დედა მამებიც არსებობენ და სამწუხაროდ და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ დედების დახმარება. და ეს პროგრამა მუნიციპალიტეტმა რა თქმა უნდა მხარი დაუჭირა და პროგრამა შემუშავებული არის როგორც მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების. ანუ ფინანსური დახმარება არის ყოველთვიური 100 ლარი. აქაც მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოვყო, ძირითად შემთხვევაში ჯერადი დახმარებებია რაღაც მინიმალური. ჩვენ შემთხვევაში ყოველთვიური 100 ლარის დახმარებას ვუწევთ და ეს ფიქრობ, რომ ესეც წარმატებული პროგრამა ერთ-ერთი და აქაც რამდენიმე შეხვედრაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელი ხსენდა როგორც წარმატებული მუნიციპალიტეტის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით შემოიფარგლებიან სხვა მუნიციპალიტეტები. და გარდა ამისა, მინდა ვთქვა ისიც, რომ როცა გვაქვს რაღაც გასვლითი შეხვედრები, ტრენინგები და ამ შემდეგ ვცდილობთ, რომ თანაბრად იყოს ტრენინგის მონაწილეებში ბალანსი დაცული, თანაბრად იყოს ჩართულობა ქალების, კაცების, ხშირ შემთხვევაში კაცები იკავებენ თავს ასეთ ტრენინგებზე დაასწრებისგან, ძირითადად ეს ტრენინგები ემსახურება ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის კუთხით. მაგრამ ვფიქრობ, ესეც დაძლევადია და რაც უფრო მეც ვიმუშავებთ, უფრო მეტი კაცი აქტიურად ჩაერთვება ჩვენთან ერთად ამ თანასწორობისთვის ბრძოლაში. დიდი მადლობა ამ საკითხის გაშლისთვის და ნამდვილად მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ჩვენ ხაზი გავუსვათ გენდერული თანასწორობა არ ეხება მხოლოდ ქალებს, არამედ კაცებსაც. საინტერესოა ასევე მუნიციპალიტეტს თუ აქვს ქალთა მიმართ ძალადობის ან და ოჯახში ძალადობის ხробთა რეაბილიტაციის პროგრამა, ან ზოგადად რას აკეთებს მათ დასახმარებლად? გეტყვით, მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი ხანია, კონკრეტულად თუ არ მეშლება 2019 წლიდან აქვს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა მოიცავს ფინანსურ დახმარებას, საკმაოდ წარმატებულად მუშაობს რამდენიმე წელია. ძირითად შემთხვევაში პრაქტიკაში როგორ გამოიყენება და როგორ შეიძლება აი რას ნიშნავს რეაბილიტაციისთვის და ახლა იყო შემთხვევა, როდესაც
განცხადებლები და ბენეფიციარები მუნიციპალიტეტის იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლი როგორც დედისგან, მამისგან და ბიძისგან და ბებია პატრონობდა ამ ბავშვებს და თანხა, რომელიც რეაბილიტაციის მიზნით ამ ბავშვებს დაუფინანსდათ, გამოყენებული იქნა მათი ფსიქოლოგთან დაუფინანსდათ უბრალოდ ფსიქოლოგთან სარეაბილიტაციო პროგრამა. ქალი ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც განცხადებით მომართა, ძირითად შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადებებია, ითხოვენ გაძლიერებას, მაგალითად ზოგიერთ შემთხვევაში შინამეურნეობის, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხარო ჯანმრთელობის დაცვის კუთხითაც ყოფილა მომართვიანობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მსხვერპლი ქალები არ ცხვენიათ იყო ასეთი და ასეთი იყო სტატისტიკური მონაცემები ზოგადად ძალიან ცოტა იყო წინა წლებში და სტატისტიკური მაჩვენებლები განცხადებების ზოგადად მზრდადია და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი ძალადობა ხდება ოჯახში ან ქალთა მიმართ ვიდრე წინა წლებში იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალების ცნობიერება ამაღლებულია და მათ უკვე იციან, რომ შეიძლება ხმამაღლა ამის თქმა, განცხადება შესაბამის ორგანოებში გაკეთება განცხადების და იციან, რომ სახელმწიფო დაიცავს და იციან, რომ ერთ-ერთი მხარდამჭერი ამ შემთხვევაში მე როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტიცაა, ძალიან კარგად თანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია მათ საჭიროებების და დახმარებების შესახებ. ვაწვდით მოკლედ ჩვენთვის მთარი რა არის იცით, თუ ინფორმაცია არ აქვს მოქალაქეს შენს მოსახლეობას, არც ერთი პროგრამა არ არის წარმატებული, ხო? ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულებით სხვადასხვა უწყება, სხვადასხვა ორგანოები თანამშრომლობთ მათთან, რომ ეს ინფორმაცია ვისთანაც საჭიროა და ამ შემთხვევაში იმიტომ ახსენე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომ აწვდიან ინფორმაციას, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს მსგავსი ტიპის პროგრამა და შეგიძლიათ ისარგებლოთ და რაღაცა კუთხით გამოიყენოთ და გაძლიერდეთ. და ერთი სიახლეა მუნიციპალიტეტში, რაც მინდა უცილებლად გითხრათ, უკვე დაახლოებით 1 წელია მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათა შორისი კომისია, რომელიც შექმნილია მუნიციპალიტეტის მერიასთან და რომელსაც ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე ქალბატონი მაია კუტუბიძე და საკმაოდ მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებენ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და ყველაზე რთული ნაბიჯი შეიძლება იყოს ეგ, რომ ენდოს ვინმეს და გამოხატოს თუ რა მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ჩუხატაურის მუნიციპალიტეტი ამ კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგავს, როგორც თქვენი საუბრად და გენდერული თანასწორობის საბჭომ მოახერხა სანდო საიმედო საბჭოს სახელის დამკვიდრება იმ ადამიანებში, ვისაც დაეხმარეთ. თქვენ უკვე წინა კითხვებში ახსენეთ, რომ ახორციელებთ სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობის პროგრამებს. ამაზე კიდევ რომ განვავრცოთ თუ შეიძლება, ასევე შევეხოთ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ თემებსაც, რას აკეთებთ მათთვის. კი ბატონო, გეტყვით, რაღაცა პროგრამას მოდი არ დავარქმევდი სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, უფრო დავარქმევ თანამშრომლობას ჩვენსას და გეტყვით რა კუთხით ვამბობ ამას. გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველანაირი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ყველას შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ცალკე არის ველი გენდერული თანასწორობის საბჭოს, ყველა ოქმი, რომელი ოქმიც კი ჩატარებულა თუ არ მეშლება 2021 წლიდან არის უკვე ტექნიკურად ეს განთავსებული სამოქმედო გეგმა, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, შემადგენლობის შესახებ თუ კი ვინმე დაინტერესდა, ანუ ყველანაირი ინფორმაცია საბჭოს შესახებ ჩვენს ვებგვერდზეა, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ყველასთვის და იქაც შეგიძლიათ ნახოთ ოქმებში, რომ საბჭო გარდა ჩვეულებრივი საბჭოს სხდომებისა ატარებს გასწვლის სხდომებს
სოფლებში და ყველა გასვლითი სხდომა არის საკმაოდ ინფორმაციული და მნიშვნელოვანი. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ხშირად არ არის ფუფუნება, რომ მით უმეტეს ჩოხატაურის გეოგრაფიულ მდებარეობას თუ ვისაუბროთ, სოფლები საკმაოდ შორს არიან მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებული 20 კილომეტრი 30 მეტიც მაღალმთიანი სოფლები და ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ქალებისთვის, რომ მათ კი არ ეძებონ რაღაცა თუ რამე პროგრამა არის მუნიციპალიტეტში და რაღაცა კითხვა-კითხვით მოვიდნენ ჩვენ მივიდეთ მათთან და გავაცნოთ მუნიციპალიტეტში არსებული სხვა პროგრამების თუ პროექტების შესახებ და ამ შემთხვევაში, როცა ვაწყობთ ჩვენ ასეთი ტიპის გასვლას, არ გეგმავთ ისე, რომ მხოლოდ მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია და წარდგენა გავაკეთოთ მათთვის. აუცილებლად ვიწვევთ ადგილობრივად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიული კოლეჯი ჰორიზონტის წარმომადგენლობა არის ჩვენთან, როგორც იცით, მათ წარმომადგენლებს და მაგალითად გავიხსენებ ერთ კონკრეტულ შემთხვევას ვიტყვი სამაგალითოდ და ასეთი რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა სოფელ ჩხაკაურაში, სადაც ვინც ვახსენე ხა ყველა უწყების თუ ორგანიზაციის წარმომადგენელი მივიწვიეთ და მათ ვთხოვეთ, რომ მათ შორის ჩოხატაურის დასრულთა განათლების ცენტრიც, რომელიც საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთანაც და არაერთ პროექტს ახორციელებს, მიწვეული ყავს ამ შეხვედრაზე, ყავდა უბრალოდ და ყველა თითოეულმა მათგანმა კონკრეტული პროექტის და კურსის შესახებ ისაუბრეს, ანუ რა შესაძლებლობები აქვთ ამ ქალებს, რაზეც არ აქვთ ინფორმაცია და ინფორმაციული როცა არის ადამიანი და მას აქვს ყველანაირი ინფორმაცია და უკვე აკეთებს არჩევანის საშუალება ეძლება, გადაწყვიტოს მოვიდეს, ადგილზე მიიღოს რაღაცა ონლაინ შეისწავლოს, იქნებ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს და ასე შემდეგ. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ როცა სოფლად მცხოვრები ქალები ჩაერთნენ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში გადამზადების პროგრამაში არ ჰქონდათ ტრანსპორტირების თანხა, ანუ სოფლიდან ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ თავის ბიუჯეტიდან შეძლო მათი ტრანსპორტირების დაფინანსება და აი ეს არის სწორედ ხელშეწყობა, თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ რაც უფრო აქტიური იქნება ეს პარტნიორობა ერთმანეთთან და ჩვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მე თვითმმართველობას ვანიჭებ ამ შემთხვევაში, უფრო მეტ ინფორმაციას მე ხშირად შევხვდები, ხშირად მოვისმენთ მათ გამოწვევებს, შეიძლება სასიამოვნო ამბებიც გითხრან, მიღწევებზეც გვესაუბრონ. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მეტი მოთხოვნა სოფლად მცხოვრები ქალებისგან არის ამაზე, რომ ჩვენ მივიდეთ მათთან, ყველანაირი ინფორმაცია და შესაძლებლობები თუ კი რამე ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს მივაწოდოთ და არა მარტო მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქონია გასვლა, სადაც სახელმწიფო პროგრამების შესახებაც მივუტანეთ ინფორმაცია, დავუტოვეთ ლინკები, რომ სად შეუძლია შევიდნენ, როგორ გაეცნონ მიმდინარე პროექტებს და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ხშირად გვაქვს ტრენინგები სხვადასხვა სოფლებში და თავიდან როცა დავიწყეთ ამ ტრენინგების ჩატარება, მინდა გითხრათ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს 2 წევრი გადამზადებულია გენდერულ საკითხებზე ტრენერად და შესაბამისად არის იმის კომპეტენცია, რომ მათ ჩაატარონ ტრენინგები სხვა თემში. და კონკრეტულად პირველი გასვლები, როცა იყო სოფლად ერთ-ერთი მე გახლავართ აქედან და როცა იყო პირველი გასვლა სოფლად მცხოვრებ ქალებთან, ვფიქრობდით, რომ რამდენად ჩაერთვებიან, საერთოდ ცალიათ თუ არა რომ მოწყდნენ საოჯახო საქმეებს, სასოფლო სამეურნეო საქმეებს და ჩაერთონ. აქტიურობა და ჩართულობა არის იმდენად დიდი და ხარისხიც არის იმდენად დიდი, მაგრამ იმხელა ენერგია მოდის და იმდენი საინტერესო იდეა მოდის, რომ ეს ციკლი ვფიქრობ, რომ არ უნდა გაჩერდეს, ეს ყველა სოფელში უნდა მივიდეთ და მსგავსი ტიპის შეხვედრები და მსგავსი ტიპის ტრენინგები აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. თქვენ ახსენეთ რელიგიური უმცირესობით დასახლებული სოფლები და აი ჩხაკაურას მაგალითი, რომელიც გითხარით, ასევე ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები ზოტში და ზოტში რატომაც ისე დაემთხვა, რომ უფრო ძირითადად ახალგაზრდებთან და ახალგაზრდული კუთხით გვაქვს რაღაცა ტიპის შეხვედრები და სხვა ღონისძიებები დაგეგმილი, ასევე ძალიან კარგად თანამშრომლობთ ბუკნარში რელიგიურ უმცირესობის წარმომადგენელ ქალებთან, საკმაოდ აქტიურები არიან და
ფიქრობ, რომ ესეც არის რაღაცა განვითარება ახლავს ამასთან და არ უნდა გავჩერდეთ და უფრო მეტი აქტიურობა უნდა იყოს ჩვენი მხრიდანაც და შესაბამისად ქალებიც იაქტიურებენ. დიახ, აი თქვენ უკვე ახსენეთ ახალგაზრდები, ასევე ბევრი ვისაუბრეთ ცნობიერების დონის ამაღლების, ტრენინგების, ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე. მოდით კიდევ უფრო გავშალოთ ახალგაზრდების სკოლის მოსწავლეების თემა, როგორ თანამშრომლობთ მათთან, რა სახის შეხვედრებს ატარებთ და კონკრეტულად ახალგაზრდა ქალებისთვის ან ახალგაზრდების გაძლიერებისთვის რა პროგრამები გაქვთ? დიახ, გეტყვით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენი ახალგაზრდებთან მუშაობა. ძირითადი ჩვენ რაც გვაქვს დაგეგმილი, მარტო სასკოლო თემით არ შემოვიფარგლებით, მოკლედ ეს მინდა გითხრათ. და გვაქვს შეხვედრები და ტრენინგებს ვატარებთ როგორც სასკოლო თემის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ასევე ახალგაზრდებთან. ზოგი სტუდენტია, ზოგმა დაამთავრა და არ მუშაობს, ან ზოგი განათლების მიღმა არის დარჩენილი და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა თითოეული შეხვედრა, რომელსაც მათთან ვატარებთ. აი ტრენინგების ჩატარების კუთხით მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რომ ძალიან კარგად არიან გაცნობიერებული, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, ცნება გენდერი და სქესი, რომელიც რაღაც თაობებს გააჩნია, არის იმის საჭიროება, რომ ამაზე ვისაუბროთ და სწორად რო გაიგონ, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, ჯერ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რას ნიშნავს სქესი და რას ნიშნავს გენდერი, რომ რა განსხვავებაა მათ შორის და გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალების უფლებების დაცვა რო არა. ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ კუთხით ახალგაზრდები და ეს ძალიან მიხარია, მე ახალი თაობა საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებული და უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ მათ. და ხშირად გეგმავთ მათთან განსაკუთრებით რაღაცა აქტიური ციკლი გამოგდის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული როცა არის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ნარინჯისფერი კვირეული ვაწყობთ ხშირად ფილმების ჩვენებას, რომელსაც აუცილებლად ახლავს დისკუსია. ფილმები სხვადასხვა შინაარსის არის გენდერულ თანასწორობაზე, შეიძლება იყოს ბულინგზე, კონკრეტულად საქართველოში სტერეოტიპებთან მიმართებაში, სასკოლო თემში, თუ საუნივერსიტეტო თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან საინტერესოა მათთან მუშაობა. ერთი კარგი პრაქტიკა გქონდა, იცით ალბათ თქვენ რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ყავს, საკმაოდ კარგი და საკმაოდ აქტიური და ჩვენ მათთან ერთად გენდერული თანასწორობის საბჭო დაგეგმა საქველმოქმედო ღონისძიება მარტო ხელა მოხუცებისთვის. ახალგაზრდებმა შეურჩიეს თვითონ ამ პროექტს სახელი, ასე დავარქვათ, თაობები ერთმანეთისთვის და მათი უშუალო ჩართულობით რამდენიმე ათეულს ვიტყვი უკვე თამამად და ეს საქველმოქმედო ღონისძიება არ არის ისეთი რომ რაღაცა ერთჯერადად გაკეთდა და ფიქრობთ რომ კიდე გავაგრძელოთ, იმიტომ რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალგაზრდებს, მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ როგორ მუშაობთ, ვაჩვენოთ, ჩავთოთ სხვა ეტაპზე რაღაცა სხვა მექანიზმების მუშაობის დროს და თუნდაც მაგალითი მივცეთ და თქვენ წარმოგიდგინეთ, მათგან კიდევ უფრო ბევრს ვსწავლობ მე პირადად, ვიდრე ვაწვდი მათ რაღაც ტიპის ინფორმაციებს და ძალიან მიხარია, რომ ასეთი განათლებული და ასეთი მოტივირებული და კარგი ახალგაზრდები არიან. დიახ. ერთი მნიშვნელოვანი თემა კიდე გასვლითი შეხვედრების დროს არის ნაადრევი ქორწინება, რომელსაც სკოლის მოსწავლეებში ვატარებთ ხოლმე ამ მიმართულებით ძირითადად შეხვედრებს, გაფართოებული შეხვედრაც ჩაგვიტარებია, სადაც მოწვეული გქონდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მოწვეული გქონდა ფსიქოლოგი და საკმაოდ საინტერესო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და დისკუსია და ეს კითხვა-პასუხი რაც იყო ამ შეხვედრის დროს, იყო ძალიან მრავლისმომცველი, ძალიან მნიშვნელოვანი და ფიქრობ, რომ აი ასეთი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ბევრი რამის შეცვლა და ეს არ უნდა შეწყდეს, ეს უნდა გაგრძელდეს. ნამდვილად გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე ადამიანმა იცოდეს როგორც საკუთარი უფლებების შესახებ, ისე
თუნდაც ნაადრევი ქორწინების შესახებ რაც ძალიან პრობლემური საკითხი არის, მათ შორის გურიაში და მიხარია რომ ამ საკითხებს თქვენ ასე წინაპლანზე წევთ და ახალგაზრდებს აქტიურად ხვდებით. მოდით ახლა გადავიდეთ თქვენ შესახებ, თქვენი პირადი გამოცდილების, თქვენი პერსონალური პროფესიული გამოცდილების შესახებ საუბარზე. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელისთვისაც, თქვენ ხართ ძალიან წარმატებული ქალი, ასე ვფიქრობ და მოგვიყვებით როგორ აირჩიეთ თქვენ პროფესია, როგორ მოხვედით გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეობამდე და ასევე თუ ხართ საკრებულოს წევრი და რას ნიშნავს იყოთ ქალი პოლიტიკოსი თქვენთვის. მადლობა ამ კითხვისთვის. დავიწყებ მოდი პროფესიის არჩევა ახსენე და მინდა დავიწყო იმით, რომ მე პროფესიით ვარ სამართალმცოდნე, იურისტი, მაგრამ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ არ მინდოდა იურისტობა და რაღაცა სხვა მიმართულებით ვაპირებდი ჩაბარებას. დავამთავრებელ კლასში როცა ვიყავი, როგორც არის ხოლმე მიღებული ხოლმე პირველი მასწავლებელი რაღაცა ტიპის ინფორმაციებს რო ინახავს და აი ბოლოს რო თავის ყოფილ მოსწავლეებს გააცნობს, ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა პირველმა მასწავლებელმა მაჩვენა ჩემი ჩანაწერი, როცა ვიყავი პირველ კლასში და ესე კარგად გამართული ქართულით წერია და ბოლოში წერტილი რომ მინდა გავხდე იურისტი. და რომელიც მე არც მახსოვდა, რა თქმა უნდა, პირველ კლასში რა ჩავწერე, რა ჩანაწერი ქონდა ჩემს მასწავლებელს შენახული და უკვე აბიტურიენტი ვიყავი, დარჩენილი იყო სულ 6 თვე მისაღებ გამოცდებამდე და რაღაცა იმხელა გარდატეხა მოახდინა ამ ჩანაწერმა, რომ მე პირველ კლასში, ანუ რაღაცა იყო ჩემში შინაგანად ამისი მოწოდება და მით უმეტეს არავინ არ მყავს ან მშობლებიდან ან გარემოცვა იურისტი ან სამართალმცოდნე არავინ არ მყავს და რაღაცა ამან ითამაშა ძალიან დიდი როლი და მე მაშინ გადავწყვიტე რომ მე აუცილებლად გავხდებოდი იურისტი, ეს რაღაცა მოულოდნელი იყო ყველასთვის, მაგრამ შევძელი ის რომ მე გავხდი პროფესიონალი იურისტი 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, სტაჟი ასე ვთქვათ, დავიწყე საკმაოდ დაბალი საფეხურიდან, ძალიან ბევრი გავიარე იმისთვის რომ მოსულიყავი დღემდე და თითოეულმა სამსახურმა და თითოეულმა გამოცდილებამ, სადაც კი მიმუშავია მომცა ძალიან ბევრი და თითოეული გამოცდილება იყო ჩემთვის ის რომ აი მომდევნო უფრო დიდი მიზანი, ჩემთვის უფრო ადვილი მისაღწევი ყოფილიყო, უფრო მეტი мотиваცია მქონოდა და მოკლედ ასე მოვედი დღემდე და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა რომ დაიწყონ უნდა დაბალი საფეხურიდან და თვითონ საკუთარი გამოცდილებით შექმნან საკუთარი კარიერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღესდღეობით მე უკვე 2014 წლიდან ვარ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ხელმძღვანელობ საკრებულოს ერთ-ერთ კომისიას, კონკრეტულად სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვარ და უკვე როგორც გითხარით 2023 წლიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე. ამ პერიოდში გამოწვევები კარიერული ზრდის კუთხით პროფესიონალური მქონდა, როგორ არ მქონდა და როგორც ქალს, რადგან ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ეს პრობლემები მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, ჩოხატაურის პრობლემა არ არის, არც საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის ზოგადად პრობლემა, მაგრამ ყოველ ჯერზე ყველა ბარიერთან, ანუ არ დამithმია არც ერთი ბარიერის უკან არ ვიხევდი, რომ უფრო წინ მეტი შემიძლია, მეტი გავაკეთო და ყველაზე მეტ წარმატებას მივაღწია იმით, რომ აი ვიყავი კარგი პროფესიონალი და ყველა მნიშვნელოვანი ბარიერი ჩემ ცხოვრებაში დავძლიე იმით, რომ ყოველთვის ჩემი პროფესიონალიზმი მიდიოდა წინ. ანუ ჩემს წინ და აი ამითი რაღაცა ბარიერები მარტივად გადავლახე და იმიტომ ახსენეთ წეგან რომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია დაიწყონ დაბალი საფეხურიდან ბევრი გამოცდილება მიიღონ, იმიტომ რომ ეს მერე ისე გაძლიერებს, რომ რაღაცა ტიპის ბარიერების გადალახვა უკვე მოგვიანებით და თუ კარიერული ზრდა გინდა, უფრო მარტივი ხდება მერე და ჩემ შემთხვევაში ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. გეთანხმებით ნამდვილად.
მადლობა რომ ახსენეთ სირთულეები და ბარიერები, ჩვენი შემდგომი კითხვაც ამას ეხება. ერთ-ერთი გამოწვევა ვფიქრობ დღევანდელობაში, არა მარტო საქართველოში ზოგადად საერთაშორისო დონეზეც არის პირადი და პროფესიული ცხოვრების ბალანსი, ხომ? განსაკუთრებით ეს რთულია ქალებისთვის. თქვენ ახსენეთ რომ ხართ დედა, ხართ წარმატებული ქალი. თქვენ როგორ ახერხებთ ამ ბალანსის დაცვას და ზოგადად როგორ ფიქრობთ საქართველოში შრომის ბაზარი, შრომითი გარემო რამდენად არის გენდერულად სენსიტიური ქალების საჭიროებებზე მორგებული? თუ გვაქვს ამ მხრივ წინსვლა? ნამდვილად გამოწვევა არის ეს და ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ გამოწვევზე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას რომ ეს ჩემი შინაგანია და მე ვარ ასეთი და ყველას ვურჩევ ამას რომ არასდროს უკან არ დაიხიონ და გამოსავალი ყოველთვის არსებობს შესაძლებლობები და რაღაც არჩევანის საშუალება ყოველთვის გაქვს და არ უნდა გაჩერდე ერთ ადგილას და უნდა ეცადო რომ გამოიყენო ეს შესაძლებლობა. ვიღაცისთვის შეიძლება პირობითად ვიტყვი, კაცისთვის შეიძლება მარტივად იყოს რაღაცა მიღწევადი და შესაძლებლობების გამოყენება, ქალისთვის იყოს უფრო რთული. როცა ხარ ქალი, ხარ დედა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე ვარ დედა და წერანაც ვახსენე რომ საოჯახო ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენ ქართველ ქალებს უფრო მეტად გვაქვს ჩვენ თავზე აღებული და ეს ჩემი აზრი არ არის ამას ადგილობრივი კვლევებიც ადასტურებს. მეც ვარ ერთი მათგანი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არის რა კუთხით მინდა იცი გითხრა მარიამ რომ თუ კი ეს არჩევანი არის ქალის და ამას ის არაკეთებს იძულებით და ვიღაცის შიშის ან გავლენის ქვეშ. თუ ეს მისი არჩევანია, მე არ ვთვლი რომ მაშინ ქალი არის დაჩაგრული. და თუ ნებაყოფლობითია და თუ ამით მას რაიმე ზიანი არ ადგება და თუ კი მისი სურვილია რომ აიღოს ის ზედმეტი საოჯახო პასუხისმგებლობა იქნება თუ რაც იქნება. ჩემ შემთხვევაში საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ჩემი შვილები უკვე თითები არიან, მაგრამ მაშინაც კი როცა პატარები იყვნენ, არც ერთი დღე არ ყოფილა, ანუ არ მიმიტოვებია სამსახური და მუშაობა და ეს იყო საკმაოდ რთული და ეს უნდა ვუთხრა, რომ აი ქალები ვინც აპირებს რომ წარმატებული იყვნენ ოჯახში, კარგი შვილები აღზარდონ, კარგი ოჯახები ჰქონდეთ და კარიერაშიც იყვნენ წარმატებულები, იცოდნენ რომ მარტივი არ არის. საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება ამას, საკმაოდ ბევრი ენერგია ჭირდება, განწყობები ჭირდება, შინაგანი სიძლიერე ჭირდება და ვიღაცებს შეიძლება მეტად გამოდის, ვიღაცებს ნაკლებად გამოდის, რომ მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჩერდე და ვერ შეძლო, მაგრამ ერთი რაღაც უნდა ვთქვა, ოჯახის მხარდაჭერას ამ დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ კი ოჯახი არის შენი მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მარტივად აღწევან კარიერულ, ანუ უფრო მარტივად ახერხებ იმას, რომ იყო კარგი დედაც და იყო წარმატებული კარიერაშიც და ჩემში ყველასთვის ინდივიდუალურია ეს ალბათ დამეთანხმები და ჩემ შემთხვევაში ამანაც ითამაშა როლი, რომ ოჯახის მხარდაჭერა იყო ძლიერი და ზოგადად როცა საუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ხა ცოტას გადავუხვევ, მაგრამ მინდა ძალიან რა ვთქვა, როცა საუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, როცა საუბრობთ ძალადობის მსხვერპლზე, როცა საუბრობთ ნაადრევ ქორწინებაზე, რაღაცა სტერეოტიპებზე და ასე შემდეგ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ოჯახი არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელსაც აი სტერეოტიპების გავრცელების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მათგანისთვის ხალი იქნება ეს თუ ბავშვი იქნება თუ ვინც იქნება მსხვერპლს გულისხმობ ამ შემთხვევაში ოჯახის მხარდაჭერა ხშირ შემთხვევაში რატომ ვერ ამხელენ, რატომ ვერ მოდიან იმ ძალადობის მოძალადეებისგან ქალები თუ ბავშვები ანუ არ ყავთ მხარდამჭერი ოჯახები და ძალიან მინდა თქვა და ვახსენოთ რომ ოჯახის მხარდამჭერა არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად მოусმინეთ თქვენს შვილებს, შვილიშვილებს და რაღაცა ერთი ხელის გადასმით ესე მოგაწოდოთ არ გინდა სამსახური შემბჯობია ბავშვებს მიხედო ანუ მხარდაჭერაში გულისხმობ იმას რომ ოჯახმაც უნდა გაანალიზოს რამდენად მნიშვნელოვანია ეს შვილია თუ ძალია თუ შვილიშვილი არ აქვს მნიშვნელობა და მინდა რომ ამ კუთხითაც რა ვთქვა იცი აი ცნობიერების ამაღლების რაღაცა პროექტები თუ თუნდაც შემეცნებითი გადაცემები და ასე შემდეგ რომ ოჯახები როგორც მხარდამჭერები ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა ამ კუთხით ესეთი რაღაცა კონკრეტული არ მსმენი არამე პროექტის შესახებ მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინე, ასეთი გულწრფელი და მომოტივირებელი პასუხისთვის. თან ძალიან კარგი იდეაც მომაწოდეთ ბოლოს გავითვალისწინებ ამას. გეთახვებით რომ ერთს დავამატებ, მარიამ, შენს კითხვაში იყო თუ არ მეშლება რომ აი რამდენად სენსიტიურია ჩვენი სამუშაო ბაზარი და გათვალისწინებულია თუ არა ქალების საჭიროებებიო. ამ შემთხვევაში კერძოს და საჯარო სამუშაო ბაზარს გამოვყოფ, ასე ვთქვას, საჯაროში მეტნაკლებად ეს ბალანსი დაცულია და რამდენიმე მექანიზმი არსებობს ამ დასაცავ და ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად უკვე მეორე წელია მუნიციპალიტეტში საკონკურსო საატესტაციო კომისიაში წარმომადგენლად ჩასმული არის ეს უკვე სავალდებულო გახდა გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი მუნიციპალიტეტი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე გენდერულად მგრძნობიარე გახდა და არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს, იქ იცავს ამ კონკრეტულად გენდერული თანასწორობის რაცა ძირითად პრინციპებს. შეიძლება ვთქვათ, რომ კი სათათბირო ხმით არის და თქვა, რომ არ არის გადაწყვეტილების მიმღები და მის ყოფნას და არ ყოფნას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაფერი კარგი და დიდი იწყება რაღაცა პატარა ნაბიჯით და ეს სახელმწიფოს მხრიდან ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც ვერ ვიტყვი მაგალითად კერძო სამუშაო ბაზარზე, სადაც ფიქრობ ცოტა უმართავია, დაურეგულირებელია, ხშირად არის ქალის უფლებები დარღვეული, მათ შორის დაოჯახებული ქალების, ორსული ქალების და ასე შემდეგ. და ამას რატომ გეუბნებით გეტყვით, ჩემი ერთ-ერთი სამუშაო გამოცდილება, რომელიც მქონდა 30 წლიანი გამოცდილების დროს, რაც წერან გითხარით, ეს არის 8 წლიანი საადვოკატო საქმიანობა ჩემი და აქედან გამომდინარე ხშირად არის ხოლმე, რომ უბრალოდ მეკითხებიან, რომ აი ესეთი შემთხვევა მაქვს სამსახურში და ძირითად შემთხვევაში ეს არის კერძო კომპანიებზეა საუბარი, რომ რაღაცა არაუნაზღაურეს და რაღაცა არასწორად დაუთვალეს, დაუგეგმეს ორსულობასთან დაკავშირებული საავადმყოფოს ფურცელი ბიულეტენი თუ ანაზღაურება თუ ასე შემდეგ და შრომითი უფლებები კერძო ბაზარზე ჩვენ ვფიქრობ, რომ ბევრად გარღვეულია, რასაც საჯარო სექტორზე ნამდვილად ვერ ვიტყვი და ამ მხრივ ბევრი არის სამუშაო, რომ პასუხისმგებლობა იგრძნო კერძო კომპანიებმა, რომ მინიმუმ ის მაინც ამოირიცხოს როგორმე გასაუბრების დროს კითხვიდან, რომ დაოჯახებული თუ ხარ, არ შეყვარებული თუ ხარ, ან როდის აპირებს შვილის გაჩენას, ან მეორე შვილის გაჩენას, ეს არ უნდა იყოს ნამდვილად და ეს არის უფლების დარღვევა და ფიქრობ, რომ რაღაცა ეტაპზე ალბათ ჩვენ შევძლებთ, რომ აღმოვფხრათ ასეთი საზიანო მოქმედებები და სტერეოტიპები. კი, თქვენ ძალიან ბევრ სენსიტიურ საკითხს გავუსვით, ახლა ხაზი მათ შორის ინტერვიუს დროს შეკითხვებს. შეიძლება ყველა ჩვენგანი ყოფილა თითოეული ჩვენგანი მაგ კითხვების სხორბლი თავის დროზე და ასევე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ოჯახთან და მხარდაჭერა ოჯახის, განსაკუთრებით ძალადობის სხორბლი ქალებისათვის. მადლობა რომ რომელიც არ აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. კი, სამწუხაროდ არ გვაქვს და ესეც შეიძლება იყოს ჩვენი სოციუმის ჯერ კიდევ დამკვიდრებული, მაგრამ ვფიქრობ იცვლება ეს ყველაფერი აზროვნების ბრალი და მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხით დაუშვათ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს და იმედი მაქვს რომ ნაყოფიერი იქნება თუნდაც ის ნაბიჯი რაც თქვენ ახსენეთ ახლა. ჩვენ რაღაც ირიბად შევეხეთ ამ საკითხს, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გამოვყოთ, რამდენად არიან ქალები ჩუხატაურის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები. ქალები საკმაოდ აქტიურები ვართ, ასე ვთქვათ. რაც დრო გადის კიდევ უფრო აქტიურები ვხდები. თუ არ იყო დაინტერესება ამაზე, მუნიციპალიტეტიც ბევრს მუშაობს თვითონ და თვითონ მუნიციპალიტეტიც სთავაზობს სხვა მექანიზმს ჩართულობის, ეს კანონით გათვალისწინებული შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს დამატებითი მექანიზმები, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს და საკმაოდ წარმატებულად და კონკრეტულ მაგალითს დავასახელებ ამ შემთხვევაში, ყველაზე უფრო ხელშესახები, რაც შემიძლია ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ თუ გვაქვს ასვლითი შეხვედრები და ქალების აქტიურობა ამ დროს დიდია და ჩართულები არიან და საუბრობთ სხვა თემებზე და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული სოფლის დასახლების კრებები და ასევე პროგრამა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტი. და აქ ქალები არიან ეს ის შემთხვევა, როცა ბალანსი მეტნაკლებად რაცა ზომიერებასთან არის ახლოს და წინა წლებში ასე არ იყო, რაც უფრო მოკლედ ვიზრდება საზოგადოება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს
და ამ კუთხით რაღაცა ცალკე რაღაცა გამოყოფილი ესეთი ფორმატი არ არსებობს. სწორედ აი ამ მექანიზმებში უნდა იყვნენ ქალები აქტიურები და როცა ტარდება სოფლის დასახლების კრება თუ სამოქალაქო ბიუჯეტზე რაც პროექტებია წარდგენილი ან ხმის მიცემა ან რაღაცა კუთხით ჩართულობა, ანუ ქალები ადვილად უკვე აღარ ამბობენ, რომ მაინც გადაწყვეტენ კაცებმა იციან ეს როგორ უნდა იყოს, ან იმან თვითონ იცის, აღარ არის ეს და აქედანაც ამ სტერეოტიპიდანაც გამოვდივართ ნელ-ნელა. ქალები უფრო მეტის უფლებას აძლევენ კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, თავს და უფრო ხმამაღლა ამბობენ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, სენსიტიური, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე დაუშვა დასახლების საერთო კრებაზე, რომ რაღაცა იყო ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ ინფრასტრუქტურა და გენდერული თანასწორობა რაღაცა ვერ დააკავშირა ადამიანმა და კითხვა დასვა და ამ დროს ძალიან ახლოს კავშირში ერთმანეთთან, იმიტომ რომ ნებისმიერი პროექტი, როცა იგეგმება, ძალიან მნიშვნელოვანია გენდერულად მგრძნობიარე რამდენად არის ეს პროექტი და ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მაგალითად ჩვენთან არ იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში ზოგადად მაგალითისთვის მოვიყვან ამას, რომ მამაკაცები უჭერდნენ სხვა პროექტს მხარს, მაგრამ ქალები წყლის თემაზე მოკლედ ძალიან აქტიურები იყვნენ და უნდათ რომ ეს წყლის პრობლემა მოგვარებულიყო და ბოლო-ბოლო უთხრეს ამ კაცებმა, რომ რატომ მაინც და მაინც და თქვა ეს თვითონ რომ საოჯახო ზრუნვამდე მივედით მაინც ისევ რომ ბავშვებს სულიან, სახლში არიან, სარეცხვის რეცვა, საჭმლის კეთება, მოწესრიგება, დასუფთავება, ყველაფერი მათთვის დაკავშირებული არის ზუსტად ამ პროექტის განხორციელებასთან, რომ წყლის პრობლემა მოგვარდეს სოფელში და ის რაღაც სხვა პრობლემა დაუშვათ გზა იყო თუ რაღაცა, ის სხვა ან განათება საკუჩო მათთვის იყო მეორე ხარისხოვანი. აი ამ კუთხით და ეს ხათაშორის ეხა ახალი პროექტები რაც იგეგმება თითქმის ყველგან არის ეს გენდერული კომპონენტი ჩასმული და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ კუთხითაც დაიწყო სახელმწიფო ნაბიჯების გადადგმა და ყველა პროექტში გენდერული კომპონენტის შედის და შესაბამისი მოთხოვნაც არსებობს. აი თქვენ ახსენეთ სოფლის დასახლების საერთო კრებები, მახსოვს მეც ვიყავი ჩართული ორგანიზების პროცესში და სწორედ იმ სოფლებში ქალები იყვნენ წინაპლანზე წამოწეულები, ქალები აქტიურობდნენ და მოხარული ვიყავი ნამდვილად ამობით ძალიან თვალშისაცემი იყო, რომ ქალები უფრო აქტიურად იყვნენ ყველაფერში ჩართულები. მოდი ჩვენ ოდნავ კიდევ მივუბრუნდეთ გენდერული თანასწორობის საბჭოს, როგორც ვიცი, საბჭოს ინიციატივით ჩამოყალიბდა ქალთა საინიციატივო ჯგუფები და მოგვიყავით მათი საქმიანობის შესახებაც. ესეც ერთი წარმატებული პრაქტიკა არის, ვფიქრობ, ჩვენი საბჭოსი. ქალთა საინიციატივო ჯგუფი პირველად გავაკეთეთ სოფელ გოგოლეს უბანში და იმდენად წარმატებული და აქტიური აღმოჩნდა საბოლოოდ ეს ქალთა საინიციატივო ჯგუფი, რომ მათ არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნეს და უკვე დამოუკიდებლად ახორციელებენ სხვა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას თუ სხვა პროექტებს და ჩვენ მივხვდით, რომ აქ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და მხარდაჭერა იმისი, რომ სოფლებში თუ შეიქმნება აქტიური ქალებისგან, ლიდერი ქალებისგან ქალთა საინიციატივო ჯგუფი, ეს რაღაცა მათ მოუტანს წარმატებას და სოფლისთვისაც მოიტანს რაღაც შედეგს და ამის შემდეგ სოფელ ჩხაკაურაში, სოფელ ბუკნარში, შუა ამაღლებაში აქვს ქალთა საინიციატივო ჯგუფები, ზოგი უფრო მეტად აქტიურია, ზოგი ნაკლებად აქტიურია, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველგან მუშაობს ქალთა საინიციატივო ჯგუფი. და ერთ-ერთი მაგალითად ჩვენი თანამშრომლობა მათთან გამოიხატება იმით, რომ აი თუნდაც კონკურსი რო გამოცხადდა ეხა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონკურსი და მაღალმთიან სოფლებში და ესე შემდეგ, როცა არის ქალთა საინიციატივო ჯგუფი, შეგიძლია მათ მიაწოდონ ინფორმაცია და ისე სწრაფად ვრცელდება ხოლმე სოფელში ეს ამბავი, რომ ინფორმაციის გარეშე არავინ არ რჩება. აი მარტო ამ კუთხითაც რო იყვნენ აქტიურები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კომუნიკაციის გარეშე და კიდევ ერთხელ ამბობ, ინფორმირებულების გარეშე ვერანაირ საქმეზე შედეგი ვერ მიიღწევა და ფიქრობთ, რომ ესეც წარმატებული პრაქტიკაა და ალბათ გავაგრძელებთ ამასაც და კარგი რა არის კიდევ ვიცით, ყველა საინიციატივო ჯგუფი იწყებს 2-3 ქალისგან და ბოლოს აღმოჩნდება, რომ უკვე 25 ქალი, 20 ქალი, 15 ქალი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის 2 თუ 3 ადამიანი ქალი, ვინც პირველად დაიწყო, დააფუძნა, დაიწყო ჩვენთან კომუნიკაცია, ჩვენც რაღაცა ხელი შეუწყოთ, თვითონაც რაღაც გააკეთა და სხვებმა რომ დაინახეს, რომ ამას შედეგის მოტანა შეუძლია, მე უკვე თვითონაც აქტიურდებიან და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურების
და ზუსტადაც ასეთი ქალები არიან, სწორედ მე თქვენ ვახსენეთ დასახლების საერთო-კრებაში, უკვე ისინი ხვდებიან საკუთარ როლს და მნიშვნელობას, მათ რა როლი შეუძლიათ ითამაშონ მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში და ჩაერთონ ინფორმით, რომ ეს გადაწყვეტილება მე მათთვის სასარგებლო იყოს და ამისთვის ვაკეთებთ ჩვენს ყველაფერს და ამ შედეგზე მივყავართ ქალთა საინიციატივო ჯგუფების შექმნასაც და ვფიქრობ, რომ ესეც გაგრძელდება. ნამდვილად მეც დაგეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ინიციატივის ძალისხმევისთვის მდგრადობის ერთ-ერთი კომპონენტი და ინდიკატორი ალბათ არის ეს საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომ ეს ადამიანები თვითონ ხდებიან ლიდერები და თვითონ ხდებიან შემოქმედები იმ პროცესის, რაც სურთ რომ გახორციელდეს თავიანთ თემში. 2023 წელს საბჭოს ინიციატივით ჩატარდა ძალიან საინტერესო აქტივობა, ეს იყო ფორუმი ქალები ცვლიან. მაინტერესებს რა მნიშვნელობა და შედეგები ჰქონდა ამ ფორუმის ჩატარებაში ხოთაურისთვის და მომავალში თუ კი გეგმავთ რომ მსგავსი ფორუმი კიდევ ერთხელ განახორციელოთ ჩაატაროთ. დიახ, შარშან ჩავატარეთ საკმაოდ საინტერესო ფორუმი, ქალები ცვლიან, ასე დავარქვით ამ კონკრეტულ პროექტს. და შედეგი და მნიშვნელობა უფრო მეტი შეიძინა, ვიდრე მოლოდინი ჰქონდა ამ ფორუმმა. ფორუმზე მოწვეული ყავდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე წევრებთან ერთად, ასევე ჩვენი მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ვინც იყო მოწვეული სტუმრების ქალები, შორის დავაში ცხოვრები არიან, ქალაქებში ცხოვრები თუ სოფლებში ცხოვრები არ აქვს მნიშვნელობა და ქალები ძირითადად შემოქმედი ქალები, რომლებიც სხვა ტიპის ნაწარმს ქმნიან, მეწარმეები არიან, უკვე დამწყები მეწარმეები და მოლოდინს მართლა გადააჭარბა ამ ფორუმის თვითონ შინაარსმა, ხო კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვიწვიეთ ახალგაზრდა ქალები. რომელზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ პარტნიორობდა მათი მხარდამჭერები ვარ და ეს უნდა თქვა აუცილებლად, რომ რამდენიმე ორგანიზაციისთვის ჩვენ ყოფილვართ მხარდაჭერები და კონკრეტულად გეტყვით რაში გამოიხატება, გარდა ფინანსურ დაღონისძიებებს, ამას არ გულისხმობ, მხოლოდ აი საგრანტო კონკურსებში როცა იღებენ მონაწილეობას, ხშირად არის ხოლმე მოთხოვნა, რომ მხარდამჭერი არის თუ არა მუნიციპალიტეტი, ან ვინ ყავს მხარდამჭერი, ან სარეკომენდაციო წერილი და ასე შემდეგ. არც ერთი მომართვა ჩვენთან ვისიც ყოფილა, უპასუხოდ არ წასულა გენდერული თანასწორობის საბჭოდან და ჩვენი მხარდამჭერი წერილები მათთვის ყოფილა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მიიღოთ დაფინანსება და განახორციელებინათ რაღაც პროექტები და ამ კუთხით პირველი საჯარო სკოლა და გუთურის საჯარო სკოლა მინდა წარმოადგინო, რომელიც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში იყვნენ ჩართული და მათი ჩართულობაც და პრეზენტაციებიც გავაკეთეთ, ანუ არ იყო განსაზღვრული ეს რაღაცა კონკრეტულ ასაკობრივ მორგებული არ იყო, ასაკობრივად დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან უფრო ზედაზღვარს ალბათ ვერც დავასახელებ, ყველა იყო თანაბრად და აქტიურად ჩართული. ეს შეხვედრაზე ეს ფორუმიც იყო ინფორმაციული, იყო გამოცდილებების გაზიარება, იყო ინფორმაციების გაცვლა, ძალიან საინტერესო მოხსენებები გააკეთეს თვითონ გენდერული თანასწორობის პარლამენტის მუდმივი მოქმედი კომისიის თავმჯდომარემ და მისმა წარმომადგენელმა და საბოლოოდ გამოფენა გაყიდვა იყო და მეწარმე ქალებმაც რეალიზება მოახდინეს საკუთარი ნაწარმის, ასე ვთქვათ. ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ფორუმს? სახელიც ისეთი იყო, რაღაცა ვინ შემოდიოდა, ყველა აღნიშნავდა დიდ ბანერზე, რომ იყო ქალები ცვლიან, რომ აი რას ცვლით ქალები, რას ცვლით ქალები ძალიან ბევრ რამეს ცვლით. ქალები გარემოს ცვლით, ქალები პოლიტიკას ცვლით, ქალები ყველაფერს ცვლით ჩვენი შრომის მოყარეობით, ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი ენერგიულობით, ჩვენი შეუპოვრობით და ქალები ცვლიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვინმეს ამას ვაკეთებდეთ ვინმეს დამცირების ან დაჩაგვრის ხარჯზე. ქალები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის და ყველაფერს, რასაც ცვლიან წარმატებისკენ და დადებითისკენ. ვფიქრობთ, რომ წელსაც გაიმართება ეს ფორუმი.
გვინდა რომ იყოს ინტერმუნიციპალური, ასე გვაქვს ყოველ შემთხვევაში გათვალისწინებული და იმედია შევძლებთ და რაიმე არ იქნება ხელისშემშლელი ბარიერი რომ ვერ გავაკეთოთ, ჩართულობაც უფრო მეტი იქნება, რაოდენობრივადაც დამსწრე, რადგანაც უკვე გვაქვს ამისი გამოცდილება და წინა წლის გამოცდილებამ გვასწავლა უკვე რომ სად რაღაცის დახვეწა გვინდა, გაფართოება გვინდა თუ პირიქით რაღაცა სხვა რაღაცებზე ყურადღების გამახვილება და ვფიქრობ რომ წელსაც შევძლებთ და ჩავატარებთ ფორუმს, სახელი წლევანდელი ფორუმის არ ვიცი რა იქნება, ქალები ცვლიან თუ სხვა, ამაზეც ალბათ თვითონ ქალები იმსჯელებენ და როგორც შევთანხმდებით, უკვე წლევანდელი ფორუმის სახელიც იქნება ისე შერჩეული. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩატარდება და სახელიც ისეთი საინტერესოა, ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს ნამდვილად, შთამაგონებელი სახელია. აი თქვენ ახსენეთ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო. როგორ თანამშრომლობს ჩვენი საბჭო პარლამენტის საბჭოსთან, მაგასაც რო ვისაუბროთ. დიახ, საკმაოდ აქტიური და წარმატებული გენდერული თანასწორობის საბჭო ყავს პარლამენტში, რომელიც ნამდვილად მაგალითის მიმცემი არის მუნიციპალიტეტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის და ხშირ შემთხვევაში მათი თანამშრომლობა ჩვენთან შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვაქვს რეკომენდაციები და საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება მათი რეკომენდაციები, თუკი ჩვენ რაიმე ტიპის დახმარება გვჭირდება, ან ახალგაზრდებული მიმართულებით, ნებისმიერი სხვა მიმართულებით, მოკლედ არც ერთი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო არ არის. კომუნიკაცია არის უმარტივესი, ნებისმიერ დროს შეგიძლია თხოვო, რჩევა კითხო, დახმარება თხოვო და არ არსებობს უპასუხოდ დარჩენილი რაიმე თხოვნა და კითხვა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა მსგავსი ტიპის ბარიერი არ არსებობს და როცა იცი რომ ამ კომუნიკაციას აუცილებლად ექნება შედეგი და ჩვენი კომუნიკაცია და პარტნიორობა და თანამშრომლობა ძალიან წარმატებულია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, პარლამენტის მუდმივ მოქმედ კომისიის საბჭოსთან და ასევე არ მინდა გამორჩეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადგილობრივით დავიწყებ საუბარს, რომლებთანაც ჩვენ წლების მანძილზე თანამშრომლობთ და ზოგი უფრო ძველი ორგანიზაცია, ზოგი ახალი ორგანიზაცია, მაგალითისთვის მინდა დავასახელო ახალი ორგანიზაცია ქალებისთვის, რომელიც მეორე წელია დაფუძნდა და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ახალგაზრდებთანაც და ჩვენ პარტნიორი ვართ მათი და ხშირად ვართ მათთან ერთად და მათ წარმომადგენელიც არის საბჭოს წევრი. უკვე ძალიან დიდი ხანი არსებობს ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელთანაც ასევე პარტნიორობს გენდერული თანასწორობის საბჭო და მის წარმომადგენელის ჩვენი წევრია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბაზაზე არსებული სხვადასხვა მიმართულებით უფასო სასწავლო კურსები, რაღაცა პროფესიული განვითარებისთვის და როგორც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ აქტიურად არის ხოლმე დატვირთული ეს კურსები და ჩვენ ვართ ერთი რგოლი, ჩვენც ვაწვდით ინფორმაციას სხვებს, ხალხს ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს უფასოდ რაიმე პროფესიული განვითარების კუთხით რაღაცა შესაძლებლობა, როცა უჩნდებათ. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა ვახსენო საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან და როგორც ვახსენე მოდერატორები მათი დახმარებით გადავამზადეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტისთვის რესურსების დაზოგვის კუთხით და საჭიროებებზე მოვარგებული პროგრამების დანერგვის კუთხით და ქალთა ფონდის ოხუმი უნდა ახსენო აუცილებლად, რომელიც არაერთ პროექტს ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, როგორც მუნიციპალიტეტში, საბჭოსთან ცალკე, მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკე ახორციელებს, რამდენიმე სკოლასთან თანამშრომლობს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტები აქვთ. ძალიან სერიოზულად მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კაცი არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში და კონკრეტული პროგრამები აქვთ დანერგილი და ჩვენც მათთან თანამშრომლობით, აი ვახსენე კიდეც და ახლაც გამოვარდები, რომ ორ სხვადასხვა საკმაოდ ფართო მასშტაბიან შეხვედრაზე, როგორც კარგი პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი ჩვენ პროექტების პრეზენტაცია გავაკეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ყველას ვუთხრა, ყველა ორგანიზაციას, რომელთანაც რაიმე ტიპის პარტნიორული თანამშრომლობა გქონდა, თუ გვაქვს, თუ კიდე იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ და მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ.
მადლობა რომ ამ ყველაფერს გავუსვით ხაზი, ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა საერთო ძალისხმევისთვის და ყველა ჩვენი გეგმების და ასე შემდეგ რაც აქვს ხო დაუშვათ გენდერული თანასწორობის საბჭოს ამ ყველაფრის ეფექტურად განხორციელებისათვის. ჩვენი ინტერვიუ ახლა უკვე დასასრულისკენ მიდის და მოდით გვესაუბროთ საბჭოს სამომავლო გეგმებზეც. რაღაცა ისე გამოვიდა დღეს ყველაფერზე დადებით ვისაუბრე, რა თქმა უნდა გამოწვევებიც არსებობს, აუცილებლად მინდა ვახსენო. გამოწვევები არსებობს თვითონ საბჭოსთვის, ქალებისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ ყველაზე მეტ იმედს რაც მაძლევს არ ვჩერდებით ზოგადად მუნიციპალიტეტს გულისხმობ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ცალკე აღებული გენდერული თანასწორობის საბჭო ასე ვერაფერს ვერ გააკეთებს, როცა არის ასეთი მხარდაჭერა და გამუდმებით მუშაობა, მზრდადი ბიუჯეტი, უფრო მეტი ჩართულობა სხვა პროექტების განხორციელება და ასე შემდეგ, ეს მაძლევს იმის საფუძველს, რომ გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს, ნელ-ნელ ამას უფრო მეტად დავძლევ და ყველაზე მეტი მაინც რჩება გამოწვევა და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი და მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რომ ცნობიერების ამაღლება რანაირადაც შაბლონურადაც არ უნდა ჟღერდეს, ანუ არ უნდა გაჩერდეს არც ერთ ეტაპზე და ვფიქრობ, რომ ჩვენთვის გამოწვევა ის, რომ უფრო მეტი გასვლითი შეხვედრა, უფრო მეტი ტრენინგი, უფრო მეტი ახალგაზრდული პროგრამების ახალგაზრდებზე მინდა კიდევ ერთი გამომრჩა ვახსენო, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებული და კონკრეტულად გენდერულ საბჭოს რაღაც ცალკე ესე კომპონენტი უდეს ახალგაზრდებთან მუშაობა, მაგრამ კონკრეტული პროგრამები არ გვიდეს ჩვენ, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტს აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც გენდერული კომპონენტიც არის გათვალისწინებული და ძალიან კარგ პროგრამებს და პროექტებს ახორციელებენ. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ გამოწვევების დაძლევაში მე იმედება, მადლობასაც ვიტყვი და მომავალშიც აუცილებლად ზუსტად ვიცი, რომ მხარდაჭერა გააგრძელდება. ჩვენი მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩარაშიძე, ახალგაზრდა მერი, რომელიც საკმაოდ აქტიურად გვიჭერს ხოლმე და ფაქტიურად არ ყოფილა არც ერთი წერილი ინიციატივა, საბიუჯეტო ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოდან, რომ მისი მხრიდან არ ყოფილიყო მხარდაჭერა და რაიმე პრობლემა ამ ბარიერი შეექმნა მას, ამაზე იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ზოგჯერ სხვა მუნიციპალიტეტები როცა გამოცდილებებს უზიარებთ ერთმანეთს, სადღაც არსებობს ეს ბარიერები. ჩვენ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მინდა დავით ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და არ არსებობს ეს ბარიერი და ძალიან დიდი მხარდაჭერა ამისგან, ისევე როგორც მხარდაჭერა არის, როგორც გითხარის გენდერული თანასწორობის საბჭოს საკრებულოსთან არსებული ორგანოა და საკრებულოსგან და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელისგან, ბატონ ირაკლისგანაც სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს და სწორედ იმ შედეგებზე, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, აი ამ მხარდაჭერის შედეგად, ანუ თუ თანამშრომლობა, პარტნიორობა, მხარდაჭერა არ დარჩა და რაღაცა ცალკე აღებული მუნიციპალიტეტის ერთი რგოლი, სულ ერთი ეს გენდერული საბჭო იქნება თუ სხვა რგოლი იქნება, ვერ მიაღწევს თუ ერთობლივი თანამშრომლობა არ იქნება და მე მიხარია, რომ მე არ მიწევს რაღაცა ბარიერებზე საუბარი და პირიქით ვუხდი მადლობას კიდევ ერთხელ ბატონ დავითსაც და ბატონ ირაკლისსაც. დიდი მადლობა ქალბატონო მარინე ასეთი დეტალური სასიამოვნო საუბრისათვის, ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან აქცენტს გავუსვით თქვენ დღეს ხაზი. გისურვებთ წარმატებებს როგორც საბჭოს საქმიანობაში, ისე პირადად თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი ჩვენი მსმენელისთვის და იმედი მაქვს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს გაიგებდნენ აქედან. იმედია თავი არ შევაწყვინე ჩვენს მსმენელს, ძალიან ბევრია ვისაუბრე. მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია გავიგან პროექტის შესახებ, ძალიან გამიხარდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, რომ პროექტი ვიცი როგორც ვიცი რაღაც კონკრეტულად აშენდა, თუ კი დარჩება ეს ფუფუნება ჩოხატაურისთვის, რასაც ამ რადიოს ინტერნეტ რადიოს ფუნქციონირება ქვია, თუ კი იმუშავებს და მეც შეიძლება არაერთი თემის შერჩევა თუ გაშთუნდაც გენდერული კუთხით დარჩეს და იმუშაოს, რაღაც ვფიქრობ, რომ თქვენც იქნებით ერთი მნიშვნელოვანი ჭანჭაკი ამ მიმართულებით, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის გააკეთებთ. და ვიმედოვნებ, რომ არ შეწყდება და გაგრძელდება. დიახ, მე როგორც ვიცი. მადლობა მინდა შენ გადაგიხადო, მარიამ. ძალიან საინტერესო შეკითხვები იყო და იმედია დავაგმარებია. მადლობა თქვენ ასეთი სიღრმისეული ანალიზისათვის.
მადლობა სუხდი ჩვენს მსმენელსაც, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრითა და ახალი თემებით. დროებით.